მე მინდა ისევ ევას როლს დაუბრუნდე და რატომ? თქვენ შეიძლებოდა უარი გეთქვათ, როგორც ლეილა აბაშიძემ თქვა, ან არავითარ შემთხვევაში. იმის გამო, რომ ეს ჩაცმულობა შეიძლება საზოგადოებას სწორად არ აღექვა. არავითარ შემთხვევაში. მე თამამ როლებს თანხმდებოდი ყოველთვის, რატო იცით? გენიალურ რეჟისორებთან მიწევდა. თემურ ჩხეიძესთან, როდესაც ვითამაშე მარგო, იგივე რა თქმა უნდა რობერტ სტურუასთან იქაც ისეთი თამამი თავში პირველი ვარიანტი თამამის შემოთავაზებები იყო ყველაფერი მე ვიცი რომ ისინი იმ ჩარჩოს არ გადაცდებიან სადაც არ იქნება ეს ყველაფერი ხდება ესთეტიკა ღირსეული და ფასეული. ნამდვილად. ჯაყოზე სასაცილოც კი იყო რომ მოყვა ასეთი გახმაურება, იმიტომ რომ მე რო ვნახე სხვა მარგოები ისინი სრულიად გაშიშვებული იყვნენ და იქ არ ყოფილა. დრო მოიტანა ეს. პერიოდისთვის ის იყო სრულიად სიშიშველი. გარდა მაგისა, იქ არაფერი არ იყო ფეხზე ხელი და ერთი იყო ლოგინის სცენა, რომელიც ალბათ გააღიზიანა უბრალოდ თემურის ზუსტი ამოცანა იყო, რომ მე ის მეთამაშა ჩემი გამომეტყველებით, როდესაც ჩაყო ლოგინში ჩემი მეუღლის გვერდით და აი მაშინ იყო, რომ მე ის ვითამაშე ის ჩემი საიდუმლოებებია, რატომ რა ვიფიქრე მაგ დროს, რომ აქტის დროს თან გულწრფელიც ვიყავი, თან ცრემლიც წამომივიდა, თან რაღაცა აქტი იყო ცოტა უჩვეულო, ეს ყველაფერი აი იქ ჩაიდო რაღაც წამიერ გამოხედვაში, აი ეს არ მაპატია მაყურებელმა. ამ როლის შემდეგ ერიდებოდით მარტო ქუჩაში გასვლას. რამდენი შეურაცხყოფა მიღია და კიდევ კარგი ჩემი მეუღლე ვინაიდან გათვითცნობებული ხო, ჩემი მეუღლე გვერდში მედგა მსახიობი და მოაზროვნე ადამიანი. გეშინოდათ მაგ დროს მარტო ქუჩაში გასვლა? არა, შიში კი არ მქონია, უსიამოვნო, იმიტომ რომ ჩემმა ვაჟმა რამოდენიმე დღე სკოლაში არიარა, ქალიშვილს კიდე რო დაუძახეს მარგო, ის ჩემი დედა არ არისო, ისო სხვისი დედა არისო და ესეთი კურიოზები, რა თქმა უნდა, კი.